5 წლის თავზე ამ ომის ცხელი სტადიის მინდა კიდევ ერთხელ პირველ რიგში ვისაუბრო იმ გმირობაზე, რომელიც ამ ბიჭებმა გამოიჩინეს, რომელიც აქ წვანან. თუ არა ეს გმირობა ჩვენ არ გვექნებოდა დრო საზოგადოების მობილიზაციის, სოფლიო დიპლომატიური ძალისხმების გამოგვიწების, მომაც საბოლოო ჯამში გადაარჩინა ქართული სახელმწიფოებრიობა. დღეს ვინც 5 წლის თავზე ამბობს, რომ ან საქართველო არის ომში დამნაშავე, ეს იმის ფონზე, როცა ამდენი ახალი ფაქტი გამოჩნდა და უკვე უტყუარად დადასტურებულია, რომ წინა დღეებში რუსეთის შეერაღებული ძალების სხვილი კონტინგენტები შემოსული იყვნენ საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე, არა სამშვიდობოები, არამედ სპეცრაზმები, სატანკო კოლონები. ამას ადასტურებენ რუსი ოფიცრები, ამას ადასტურებს უამრავი სხვა წყარო, რომელიც ამას ყველაფერს სწავლობდა. ამას აღიარებენ რუსი პოლიტიკოსები. ამ ყველაფრის ფონზე კიდე ძახილი იმისა, რომ საქართველოს რამე დაიწყო, უბრალოდ პირდაპირ გამეორება არის აგრესორის პროპაგანდის და არის ქმედება მომეს მიმართულია სიმართლის წინააღმდეგ პირველ რიგში და რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. მეორე მხრივ ძახილი იმისა, რომ საქართველოს წამოეგო პროვოკაციას, როცა ამ დღეებშიც გავიგონეთ. ეს დაახლოებით იგივე რა ვთქვათ, რომ საქართველოს წამოეგო პროვოკაციას ჯალალედინის წინააღმდეგ, საქართველოს წამოეგო პროვოკაციას მურვანყრუს წინააღმდეგ, საქართველოს წამოეგო პროვოკაციას აღაღმახანის წინააღმდეგ. იქნებ ერეკლე მეორესთვის რო არ ეღალატათ მარკოიშვილის რაზმელებს და სხვა მაშინდელ ელემენტებს და ერეკლე მეორეც წამოგებოდა პროვოკაციას აღაღმახანის წინააღმდეგ თბილისი გადარჩენილიყო განადგურებას. სწორედ ის რომ საქართველოს გაწია წინააღმდეგობა, გვეყო ამის გამბედაობა. და ეს იყო ჩვენი წმინდათა წმინდა ვალი. ჩემთვის არავის არ მოუწია მანდატი, რომ ყველაზე უფრო ძლიერი მტრისთვისაც, რომელიც შემოვიდა საქართველოში, არ გამეწია წინააღმდეგობა. ეს არის ყველა საქართველოს არჩეული და არსებული ლიდერის ვალი. სწორედ ამის გამო გადარჩა ქართული სახელმწიფოებრიობა. სწორედ ამის გამო გააგრძელა საქართველოს განვითარება. 9 აპრილი აფხაზეთის ომი და პლუს აგვისტოს ომმა ბოლო მოუღო. ჩემი შვილი გმირია. საქართველოს გმირია ჩემი შვილი, ჩემთვის და ვისთვის რა არის ვერ გეტყვი. ძალიან მძიმეა. ყველა მშობელს მიუსამძიმრებ დღევანდელ დღეს. ყველა მშობელი განადგურებულია შვილო.